მძიმე წონაში კი ერთმანეთს დაეჯახდნენ კორტის ბლეიცი და გადარეული ჯოშ ჰოკიტი. ეს იყო პირველყოფილი ომი ოქტაგონზე, რომელიც აუცილებლად გახდება წლის ბრძოლა და არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩხუბი შეიყვანონ დიდების დარბაზში. კორტის ბლეიცი ნამდვილი ვეტერანია, რომელსაც ტეიქდაუნების რეკორდი ეკუთვნის დივიზიონში. ის ძალიან საშიშია პარტერში, სადაც თავის იდაყვებით ასისხლიანებს თავის მეტოქეებს. კორტისი UFC-ის ისტორიაში მეცხრე მებრძოლია, ვინც მძიმე წონაში 20-ზე მეტი ჩხუბი ჩაატარა. რაც შეეხება ჯოშ ჰოკიტს, ის დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელიც 8 გამარჯვებიანი სერიით მოდის და რაც მთავარია, მან ყველა თავისი ჩხუბი მოიგო ფინიშით. ეს სპორტსმენი 28 წლის არის, UFC-ში მოხვდა დანა ვაიტს აპრეტენდენტო სერიიდან, სადაც გააფორმა ნოკაუტი, რის მერეც მიიღო კონტრაქტი, გაიმარჯვა 2 ბრძოლაში, ორივეში გამარჯვება ნოკაუტებით მოიპოვა და ეხლა გამოვიდა ბლეიცის წინააღმდეგ. ჰოკიტი ძალიან განსხვავებული სპორტსმენია, რომელსაც აქვს თავისებური ტრეშ-ტოლკი, ის ლექსებით საუბრობს, იქცევა არაორდინალურად, შეიძლება ითქვას გიჟურად და ზუსტად ასეც ჩხუბობს. მან ბრძოლამდე ერთი დღით ადრე პლასმასის ხმლით პროხასკას იწვევდა, აჯავრებდა თუ რაღაცა პატარა კონფლიქტი ჰქონდათ, მოკლედ ძალიან გადარეული ტიპი, რომელიც ყველამ შეამჩნია და ამ ბრძოლის მერე ხო საერთოდ ზვაფანები დაემატა. რაც შეეხება თვითონ ჩხუბს, ამის განხილვა რთული საქმეა. ეს იყო ბრუტალური სამრაუნდიანი ჩეხაობა დონ ფრეის სტილში. სპორტსმენებმა პირველივე წამებიდან დაიწყეს ერთმანეთის დალეწვა დგომში. ინიციატივა გადადიოდა ხან ერთის და ხან მეორე მებრძოლის მხარეს. იმის მიუხედავად, რომ ორივე სპორტსმენი მაგარი დაღლილი იყო, ბოლოს ტემპი ბოლომდე არ გაჩერებულა. ჰოკიტმა ამ შეხვედრაში ალბათ 10 ჯერ მაინც იხმარა თავისი შუათითი, რომელსაც წამდა უწუნაჩვენებდა ბლეიდს. ამ ბრძოლით უბრალოდ უნდა ისიამოვნო. აი ზუსტად ასე იცავდნენ თავის ტერიტორიებს ჩვენ წელთაღრიცხვამდე ალფა მამრები. მოკლედ თანაბარ ჩეხაობაში ზიანის მიყენების ხარჯზე ჰოკიტმა გაიმარჯვა. ბრძოლის დასრულებისთანავე დანა ვაიტმა თქვა, რომ ჯოშ ჰოკიტი თეთრი სახლის ქარზე დაამატეს დერეკ ლუისის წინააღმდეგ. ამბობენ, რომ ეს იყო დონალდ ტრამპის იდეა, რომელიც ჰოკიტის გამოსვლით იყო აღფრთოვანებული. წარმოიდგინეთ, ტიპმა ისე იჩხუბა თავის მესამე ბრძოლაში UFC-ში, რომ თეთრი სახლის ქარზე მოხვდა. ერთი სიტყვით ჯოში კვლავ დაუმარცხებელია და მოდის 9 გამარჯვებიანი სერიით და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას თეთრ სახში ნოკაუტების რეკორდსმენი დერეკ ლუისი შეხვდება, დიდი ალბათობით უფრო ბრუტალური სანახაობა გველის. შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს, ლუისი თუ გიჟი ჰოკიტი. But they stopped the fight. So much faster than Curtis. But 2013 in Brisbane, nothing been like the shot. Oh! Hogan jab. 3-round record in it. Curtis keeps looking up at that clock. Fine. Oh, that's blood. Yeah. Oh, now my Marcano has to fight next. Wow. Fight for years to come. That was John